საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე მორიგი შეხვედრა მოიგო. პორტუგალოსებმა კიდევ ერთხელ ზედიზედ მე-15-ად დაამარცხეს რუსები. ამჯერად მათსავე მოედანზე. სოჭი როგორც ადგილობრივები ამბობენ რუსეთის სპორტული დედაქალაქია. 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის დახარჯულმა ჯერ არნახულმა თანხამ, რომელმაც დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი შეადგინა, შეუძლებელია თავისი კვალი არ დაატყოს რამეს. სოჭის მცხოვრებლებიც ვეღარ ცნობენ ქალაქს, უფრო ლამას, უფრო სუფთას, კეთილმოწყობილს და სპორტული სულით აღსავსეს. მარტო იმის აღნიშვნად საკმარისია, რომ სოჭის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამონაკლისების გარეშე თამბაქოს მოწევა აკრძალულია. ქუჩაშიც კი მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ უღნებთანაა შესაძლებელი. ის რომ სოჭში დიდი რაგბია ყველამ იცის, თუმცა მოლოდინი მხოლოდ ადგილობრივ ქართველებს ეთყობა. ესეც გასაგებია. პრაქტიკულად ყველა რეალურად აფასებს ზალთა თანაფარდობას და გამარჯვებაში ეჭვიც არ ეპარება. ჩვენს მერაგბელებს მინდა რომ უსურვა წარმატები იგი ყველაფერი რო იყოს კარგად და ბევრი რაღაცა კარგი რო გააკეთონ და მოიგონ ამ ტურნირში. წმინდა სპორტული თვალსაზრისით ეს რიგითი მატჩია. დროთა განმავლობაში პორტუგალოსნების თამაშის ხარისხმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ ამ შეხვედრამ სპორტული სიმწვავე დაკარგა. საქართველოს ნაკრებს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. წელიწადში ერთხელ ვალდებულია რუსები, ესპანელები, პორტუგალიელები და სხვები დაამარცხოს და კიდევ ერთხელ დააკაკუნოს 6 ერის კარზე. სოჭის სტადიონზე სტუმრების გულშემატკივრები უფრო მეტი იყვნენ. ქართველები მონდომებით ხომაგობენ საყვარელ გუნდს. შეძახილები, ხუთჯვრიანი დროშის ფრიალი, დოლი და ცეკვები ტრიბუნებზე მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულა. ჩვენი გუნდი მაგარი გუნდია და აქანი ხალხი ჩამოსული ყველგან ქალაქიდან. ჩვენი თამაშია. და ჩვენ გვინდა რომ იყოს ძლიერი ქვეყანა ჩვენი საქართველო, რომ იყოს მაგარი. საქართველოს გაუმარჯო! გაუმარჯო! ასეა. იმის მიუხედავად, რომ პორტუგალოსნები შესუსტებული შემადგენლობით იყვნენ, ბევრ შეცდომას უშვებდნენ, მეტოქეს არანაირი შანსი არ ჰქონია. თაზომ ჭედლიძის, ანტონ ფეიქრიშვილის და გიორგი ნემსაძის ლელოებს მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვევი და ერთი ჯარიმა მიაყოლა. პრემიალური მეოთხე ლელოს გასატანად საკმარისზე მეტი დრო რჩებოდა, მაგრამ რატომღაც საკუთარი ნებით მეტოქეს ინიციატივა დაუთმეთ. რუსებმაც ჩვენს ლელოსთან 5-6 წუთიანი მიძალების შემდეგ ბურთი ფლანგზე გაშალეს და რამილ გაისინმა პრესტიჟის ლელო გაიტანა. ხოლო კუშნარევმა გარდასახა. პრემია არ შედგა, მაგრამ სტუმრად რუსეთის სარეკორდო დამარცხების შემდეგ, თუნდაც არც თუ კარგი თამაშის ფონზე პორტუგალოსნების მიმართ საყვედური არავის ითქმის. საქართველოს ნაკრებმა 24-7 მოიგო. რაც არ უნდა იყოს შინაგანად მოდის ეს მუხტი, რაც გაძლევს мотивაციას, რომ ატკინო და ისე მოუგო. მაგრამ დავძლიეთ ეს ყველაფერი წყნარად ვითამაშეთ და სუფთა რეგბი ვითამაშეთ. ვიცით რუსეთი ჩვენი როგორი მოწინააღმდეგეა, ფსიქოლოგიურად ცოტა რთულია განეწყო თამაშზე, მაგრამ ნახეთ რომ მთელი თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა, თამაში ჩვენ მივყავდა და კი რუსების პროგრესი აშკარაა, მაგრამ საქართველოს პროგრესი აშკარაა. მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრები 19 მარტს დინამო არენაზე რუსებზე გაცილებით ძლიერ რუმინეთთან გამართავს. ამ თამაშში მოგებული 2016 წლის რაგბი ევროპის გამარჯვებული გახდება. გულშემატკივრები ცალკე აღნიშნვის ღირსი არიან ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ ველოდი თუ აქ ამდენი გულშემატკივარი იქნებოდა ჩვენი. ფაქტობრივად არ გვიგრძნია რომ გასვლაზე ვთამაშობდით რა, თითქოს რაღაც სახლში ვითამაშეთ რა. მეგა ჩაკვეტაძე. რაგბი ჩვენი თამაშია, ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვეთ ბიჭოს, რაგბის დიდი მადლობა ამ თავდადებისათვის, ღირსეული თამაშისთვის, მინდა მომავალში ძალიან დიდი წარმატება უსურვო. მათ უკვე მიაღწიეს ძალიან დიდ წარმატებას და ჩვენ ყოველთვის ერთად გავიმარჯვეთ. რაგბი ჩვენი თამაშია, ერთად გულშემატკივრად ქართულ მორაგბეებს.